ძველი ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა გუდაურში. საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდა. საღამოს ცეცხლოვანი წარმოდგენით მოძრაობის თეატრმა გახსნა. ახალი წლის დადგომა კი გრანდიოზული ფეიერვერკის თანხლებით გუდაურის მოსახლეობაზე ჩამოსულ სტუმრებს ნიაზ დიასამიძე მიულოცა. გუდაურში გამართულ საახალწლო წარმოდგენებს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაესწრო. საახალწლო ღონისძიებები გუდაურში დღესაც გაგრძელდება. ლევანდოვსკის გუდაური პირველად ესე ვთქვათ თბილისის პატრონაჟის ქვეშ ხდება ეს ბევრისთვის შეიძლება უცნაური გადაწყვეტილება იყო თუმცა ჩვენ არ ტერიტორიების ესე ვთქვათ შემოერთების ამბიცია არამედ კონკრეტულ საუკეთესო საქართველოს საუკეთესო კურორტების განვითარებაზე ესე ვთქვათ შეფობა ავიღეთ ამ წლის განმავლობაში სულ რაღაც 6-7 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა და თორეს არის კარგი საშუალება თბილისელების და პირველ რიგში აქაურების დასაქმების რამაც უკვე შედეგი გამოიღო იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქაური ადგილობრივი დასაქმდა სხვადასხვა მშენებლობაზე რომელიც მიდის თუ კი ვინმე გადაწყვიტა ზამთარში დასვენება ვინც არის ექსტრემალური სპორტის მოყვარული ვისაც უყვარს ყილამურები ვისაც უყვარს ზამთარი და თოვლი ამოვიდეს დაისვენოს იმიტომ რომ აქ უამრავი საშუალება არის გართობის და დასვენების ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ 2012 წლის დადგომას